ტკბილეული და ხელოვნება. უბრალოდ ჯოხიანი კანფეტი და მხატვარი. არა, ჩუპა-ჩუპსი და სალვადორ დალი. რა კავშირია? მოგიყვებით. ჩუპა-ჩუპსი, რომელიც დღეს 100 სახეობას თითქმის 1958 წელს ესპანეთში ენრიკ ბერნატმა შექმნა. მისი მიზანი იყო შექმნა კანფეტი, რომლის მირთმევაც მოსახერხებელი იქნებოდა და მას ეს გამოუვიდა. ჯოხიანი კანფეტი, მალე ყველასათვის საყვარელი ნუგბარი გახდა. ამბობენ, რომ კანფეტს ბრგვალი ფორმა იმიტომ ჰქონდა, რომ ბერნატი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და რომ კანფეტისთვის გოლის დარქმევასაც კი აპირებდა, თუმცა ეს უბრალოდ ვარაუდია. უტყუარი ფაქტი კი ის არის, რომ ჩუპა-ჩუპსის ლოგო ცნობილი სიურეალისტის სალვადორ დალის შემოქმედებაა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბერნატმა მხატვარს ლოგოს შექმნა ბარსელონის ერთ-ერთ კაფეში სთხოვა. დალი მას არ დააყოვნა და იქვე რამდენიმე წუთში გაზეთისა თუ ხელსახოცის კუთხეში დახატა ბევრისათვის საყვარელი ჩუპა-ჩუპსის ლოგო. და ერთი საინტერესო ფაქტიც, გასულ საუკუნეში უედელი ზღვაში იპოვეს ღრუბლის სახეობა, რომელიც მკვლევარებმა ცნობილ ჯოხიან კანფეტს მიამსგავსეს და სახელიც უწოდეს სტილ კორტილა ჩუპა-ჩუპს. გამოდის, რომ ჩუპა-ჩუპსი ხმელეთზეც გვხვდებოდა წყალშიც. მოკლედ დღეისათვის სულ ეს არის. მეტი საინტერესო ფაქტისთვის გამოიწერეთ ზიგზაგი. დროებით!